მიწი თალი წკეპელივითო ხო ასია თუ არ ცდები და ესე იგი დაანახეთ იქ აფთიაქიც გამგეს პატიოსანგაც სხვათა შორის მეოჯახეს მაგრამ არ შეცდა ფლორენცი მაინც არ უღალატა მის ოჯახს მაგრამ გაწყდა მაშინ როცა ვლადიმერ ესე იგი კაცს რომელსაც შავი პური თურმე მისთვის ჰქონდა გადანახული კაცს რომელსაც 60,000 მანეთი ჰქონდა გადანახული ეს ყველაფერი გაბონდდა რო იტყვიან უკვე დაკარგა ფასი და ფლორენცისაც დაერღვა ცხოვრება აი ასეთი ოჯახი არაფერი აბსოლუტურად არაფერი მაგრამ არის წინააღმდეგობრივი მან ახლა არ არის განხილვება ისა მე მესმის თქვენი მაგრამ მან როგორ არის ახლა ამ პიროვნებაში კარგიცაა და ისიც პირველად აქტიური მერე გულგატეხილი მერე რაღაცა ცხოვრება მოიტანა ეს ყველაფერი და ბოლოს 100 წელს მიღწეული ფლორენცი აღარაფერს ვამბობ იმ დეტალებზე იმიტომ რომ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს აი მაინც მარტო და აი აქ უკვე მეცმეტკინა გული ასაკში ვარ იქ შვილიშვილებია შვილთაშვილებია ზოგიერთი სახელი აღარ იცი ფლორენცი ეს რეალობა უკვე და ამ საკუთარ ტკივილებთან და როგორც ხდება ადამიანი მარტო რჩება საკუთარ სულთან აი ეგ არის ყველაფერი და ბატონო ალექსანდრე დიდი მადლობა თქვენი შემოქმედებისათვის თქვენი ნაღვაწისთვის კაცობისთვის ადამიანობისთვის დიდი მადლობა ყველაფრისთვის და დიდი მადლობა თქვენს მეუღლეს მე ის ლექსიც წავიკითხე ყველაფერს ჩავწვდი და აი რომ მოახერხა და დაინახა ქალბატონი მარინას შემოქმედებითი ალღო და ნიჭი აი ამისთვის გიხდით მადლობა ჩვენ სამდრედიელ ახალგაზრდა ქალბატონს რომელიც ეკონომიკურ ემიგრაციაშია ფაქტიურად თქვენ ის წარმოაჩინეთ და მე ვიტყვი რომ ის პოეტია მე ვინა ვარ მაგრამ ნამდვილად პოეტია იმიტომ რომ საუკეთესო ლექსები აქვს და მე მხოლოდ რაღაცა მინიშნება ყველას გაკმარეთ გიწილადეთ დაღლილი გული თქვენი თვალების ჩავიფინეს სულში ვარდებ ეს ამაც მე ხომ აქაც ჩემი ქვეყნის ბურჯად დგევარ ქართველი ვარ ემიგრანტი კი არა რამდენი სითბო დამკლებია ღმერთო შორს ყოფნით ესეც ჯვარია ემიგრანტის მხრებით საზიდი ეს ყველა სათქმელი თქვა საქართველოში გული დამრჩა თვალები დარჩა ახლა ამ თვალებს მზის სინათლის ნახვა თხურია მე ვიცი მისთვის მტკივნეულია მაგრამ მაინც უნდა ვთქვა იმიტომ რომ ლილი ნუცუბიძის ლექსი გამახსენა თურმე არასოდეს დაბერდები სანამ დედის ხელი დაკანკალებს სანამ შორი გზიდან დაბრუნებულ დედა ცრემლიანი გიღებს ძალიან თბილია სადაც არ უნდა გაგრიყოს ბედმა რა განსაცდელიც მოგცეს განგებამ ენა მამული სარწმუნოება თუ ძლიერი ხარ არ იკარგება დიდი მადლობა ასეთ ქართველებს ვეთაყვანებით რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ აკეთებენ ქართულ საქმეს მოგეფერებით დიდი პატივისცემით დიდი სიყვარულით და გავკარგნიერდები და მეც პატარას სიმღერების სამტრედიაზე პატარა კრებულია ბატონ მურმან ბერულავასთან ერთად მომზადებული ის აღარ არის ამ ქვეყანაზე მაგრამ დარჩა ეს საუკეთესო ჩემი აზრით ახლა მე შეემატება ალბათ და იზაბელა ან ბორე როგორ შეგაწუხო თუ შეიძლება ერთი წამით ეს არის ბატონ ალექსანდრეს ეს არის ქალბატონ მარინას და ქალბატონებს მიართვით ჩემი ეზოს ყვავილები შროშა ბატონებო გუშინ წინ გაზეთ სამდედის მაცნეს რედაქციაში ბრძანდებოდა
ყველა ჩვენთაგან საყვარელი პიროვნება ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი სამტრედიელი ბატონი ვაჟა თვალავაძე და შემთხვევით უთხარი რომ ბატონ ალექსანდრეს თუ იცნობ თქვა და ვიცნობ კი არაო წლების მანძილზეო ერთად მუშაობდითო და მანაც მთელი 5 წუთი აღავლენდა ბატონი ალექსანდრეს ხუთბას და ხოვარ რომ გადმომეცა თქვენთვის ბატონი ვაჟას სახელით საუკეთესო სურვილები და დიდი მოგვითხრა თუ შეხვდებით გადაეცით ჩემს სიტყვას გადავცემთ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს ქალბატონ ლამარა დუნდუას. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისათვის. ჩვენი 100 წლოვანი ბიბლიოთეკა ყოველთვის იყო და არის ცნობილი კარგი კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობითა და კულტურული ღონისძიებებით. დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ერთობლივად ტარდება დღეს, განსხვავდება ყველანაირად, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან სტუმრად გრძანდებიან ბატონი ალექსანდრე ლორია, საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის წევრი, თავისი მეუღლე მინგა ლორია და ქალბატონი ჩვენი რაიონის მკვიდრი, ჩვენი ყოფილი მკითხველი ქალბატონი მანა ხუჩუა. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება ეძღვნება 2017 წლის კვირეულს და ამდენად მე დიდად კმაყოფილი ვარ, რომ რესპუბლიკის სხვა რაიონებს შორის ჩვენი რაიონი აარჩია ჩვენმა სტუმრებმა და გვეწვივნენ ჩვენ გაგეგმილი იყო სპეციალურად. დიდი მადლობა. მე ბევრს არ შეგაცხენთ თავს წიგნის ირგვლივ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ. მე მხოლოდ მინდა რომ ჩვენი სტუმრებს ბატონი ალექსანდრეს, ქალბატონ მარინა ხუჭუასა და ინგას მივესალმო როგორც საჭირო ისე თუ ეცეცუთი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მუშაკების სახელით მინდა სამახსოვრო საჩუქარი გადავცემ ბატონ ალექსანდრეს. ჩვენ ყოველთვის გვიყვარდით თქვენ ყოფილ სტუდენტებს და გვიყვარებით უნდამ და ხანგრძლივი მოღვაწეობას გეიშლებათ. უღონესი მადლობა. ქალბატონი მარინას ჩვენი ყოფილი სტუდენტს ჩვენ ერთი ოჯახი. ყაველი მქონდა. აი, მე უნდა გარჩევო ეს მაგალითი. აი, მე უგლებ გადასცა ყაველი. ქალბატონებო და ბატონებო, თუ კეთილად გამიგებთ ბატონ ალექსანდრის წინაშე და ქალბატონი ინგას წინაშე ერთი საკითხი მინდა დავსვა. შეიძლება ბატონო ალექსანდრე, თქვენ ბრძანდებით საბიბლიოთეკო საქმის პატრიარქი, ასე შეგაფასეს თქვენმა კოლეგებმა. და აი ყოველას მინდა ვფიცავ, არ შეიძლება ასე დაფიცრაო, მაგრამ მაპატიოს, რომ ეს არავის ახლა მომივიდა აზრად. რამდენიმე წლის უკან კულტურის ყოფილი მინისტრი ბატონ გურა მოგიშარია შესანიშნავი პიროვნება და შესანიშნავი მწერალი თავის მშობლიურ რაიონში ჩავიდა და კარგად გამიგეთ, ახლა ვინც რაიონს ეთაყვანება ეს ცუდი არ არის, პირიქით კარგია და კულტურის დამსახურებული მუშაკის რამდენიმე წოდება მიანიჭა რამდენიმე ადამიანს. იმის შემდეგ და არც მანამდე კომუნისტური საზოგადოების შემდეგ არ გამეგონა მე პირადად რომ ეს წოდება თუ არსებობდა. აი კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, კარგად გამიგოთ. ეს რა თქმა უნდა მეთქვა დაიფაროს დავალება კი არა, უმორჩილესი თხოვნა. თუ მიგიწვდებათ სიტყვა და თუ შეიძლება რომ არა მარტო სამტრედიაზე აღსდგეს ან დაწესდეს საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარის
კულტურის დამსახურებული მუშაკის. აი ამ დარბაზში ახლა უამრავი ადამიანია. თუნდაც ეს ქალბატონი ახლა რო საუბრობდა აგერ. წლების მანძილზე ერთად მე არ მინდა ახლა დრამატიზმი მოახდინო სამწუხარო მოლის ერთადერთი ვაჟიშვილის დამგარგალი ქალბატონია და საოცარი რუდუნებით ემსახურება მის საქმეს. ყველა ქალბატონი აბსოლუტურად ვინც აქ არის. აგერ ათინათის ანსამბლია, ათინათი დამსახურებული ანსამბლი რაიონის ფარგლებს დიდი ხანია გასცენ. დამსახურებული პედაგოგი აგერ ქალბატონი ვერუშა ვაშაკიძე, მაპატიეთ ხელშრომიშვილი, ბატონი შუქი ურუშაძე, დამსახურებული ინჟინერი ბატონ რაულ ხუჭვა და თუ მაინც თქვენ რესპუბლიკური ჟურნალის, ცენტრალური ჟურნალის რედაქტორი გზაზებით სადაც თუ გაიჟღერებს მაინც ეს რა თქმა უნდა კიდევ იმაგ დავალება კი რა უჩვენეს თხოვნა იქნება რომ საჭირო იქნება ჯერეთი დაფასება იქნება ამ ხალხის და ახალგაზრდების მეტი мотиваცია. დიდი ბოდიში და დიდი მადლობა ამ საკითხს. ეხლა მინდა სიტყვა გადავსე მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის მთავარ ბიბლიოთეკას ქალბატონ რუსუდან კახიანს. ერთიც მინდა რო თქვა, გარკვეული ანგარიშია უცნეს და მეც მინდა მეორე რომ ძალიან ხშირად აი ქალბატონი რუსუდანის ადგილი აქ არის და შუა დღეზე რომ შემოვიდივარ რუსუდანი ფეხზე დგას, იმდენი აბიტურიენტია. ახაც არიან ახლა დამეთანხმებიან, იმდენი მკითხველია. და აი პროსი ასაკის ადამიანები როგორ ვიკადრებთ, რომ კი წამოდგებიან ზოგჯერ, მაგრამ ბავშვები სწავლობენ, სწავლა უნდა და არა მარტო სამტრედიელები, ხო შეიძლება თქვა ხონიდან არავინ მინახავს. ნახევარი აბაშა აქ არის. ნახევარი ვანი აქ არის. ხო, აი კითხველებით სავსეა და ძალიან კარგია და თუ ასეთ ხალხის мотиваცია გაკეთება. თქო ქალბატონ რუსუდან ბოდიში გავუდგინეთ. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე ქალბატონი მარინა უდესი პატივია ჩვენთვის თქვენი აღგზავნება და ძალიან გახარებული ვარ მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და ჩემი მოგზაურებული გულისტკივილი გამოთქვა საკითხის შესახებ რომელიც ჩვენი ფაკულტეტის არარსებობას შეეხება ფაკულტეტი რომელიც ძალიან ჭირდება ყველა დროში ჩვენს ქვეყანას შეიძლება დადგეს დრო და ჩვენს ბიბლიოთეკებს პროფესიონალი ბიბლიოთეკარი არ ეყოლოს. ეს ის კათედრა იყო, სადაც უნიჭიერესი პიროვნებები მოღვაწეობდნენ და პირველ რიგში თქვენ ბატონო ალექსანდრე. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ის ადამიანები, რომელთა ლექციები ჩემს მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. ესენი არიან ქალბატონი ქეთევან თოფხაძე, ქალბატონი ზემფირა ყაბლაძე, ქალბატონი მზიაჭელიძე, რომელიც ახლახან გარდაიცვალა და ძალიან გული დამწყდა ნამდვილად. ქალბატონი ალაოთაროვა. ასევე ჩვენი დარგის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კორიფეებად შეიძლება ჩაითვალონ ბატონი ოთარიოსაძე, ბატონი გურამ თაყნიაშვილი, ბატონი გივი მიქაძე და სამწუხაროდ ყველას ჩამოთვლას ვერ მოახერხე. მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი დიდი ბიბლიოთეკა, სადაც თქვენი გაზრდილი პროფესიონალი ბიბლიოთეკები არ იღვწოდნენ და არ ეწეოდნენ წიგნის პროპაგანდას და ზოგადად ცოდნისა და განათლების გავრცელებასა და განვითარებას. განუზომელია ბატონო ალექსანდრე თქვენი მოღვაწეობა საბიბლიოთეკო საქმის აღორძინებაში და განსაკუთრებით თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა. რამე თუ თქვენი ლექციებითა და თქვენი ნაშრომებით სარგებლობთ ჩვენ დღესაც და ალბათ ვისარგებლოთ ყოველთვის. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო თქვენი დიდი წვლილი ჩვენი ჟურნალის საქართველოს ბიბლიოთეკარის დაარსებისათვისა და მისი დღესაც არსებობისათვის, რომლის ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას ინტერესით ველოდებით ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი და რომელიც ყოველთვის საინტერესო სტატიებით არის გაჯერებული. ამისათვის უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენ კოლექტივს. ახლა რამდენიმე სიტყვით მეც მინდა თქვენ რომანზე ფლორესციზე ვისაუბროთ ძალიან ცოტაც შემოვიფარგლები. ერთი ამოსუნთქვი წასაკითხი რომანია, მაგრამ ჩემი საზრით მარტო რომანი არა, ეს პატარა ისტორიაც არის. ჩვენი საყვარელი სამტრედიის და ჩვენი მულამაზესი მთაგორიანი სოფლების. საოცარია ქალბატონმა მზიამ წაიკითხა წერან ის ბუნების აღწერა, საოცარი აღწერილია და ამან მე ჩემ ბავშვობაში დამაბრუნა პატარა ბავშვობაში, როდესაც ჩემ სოფელშიც იყო სხვათა შორის ისეთი ხმელების დღე, სადაც არაჩვეულებრივი მოლი იყო გაზაფხულზე და ჩემ პატარაობაში კიდევ იყო ესეთი თამაში, ოჯახობანა და ხშირად იქ მივდიოდით ბავშვები და იქ ვერთობოდით. იმდენად სასიამოვნოა და მეც შემდეგს მომერია, როცა ეს წავიკითხე,
იმდენად ლამაზად და იმდენად კარგად გაკეთებული. განსაკუთრებით მინდა კიდე გამოვყო ის ფაქტი, რომ თქვენ ამ რომანში ის არ ვიცი, შეიძლება ვთქვათ, რომ ფოლკლორული ნიმუშებია ის საოცარი სიტყვები, ის კუთხური სიტყვები, რაც თქვენ რომანში ისე არის მიმობნეული, რომ იმის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება და მე მგონი სპეციალისტებმა უნდა წაიგონ ეს მარგალიტებია და ამის დავიწყება არანაირად არ შეიძლება. მე ამოვიწერე სხვათა შორის ეს სიტყვები სულ და აი ვეძებ ლექსიკონებში და სადღაც რომ მე გავიგო რას ნიშნავს. ის კუთხური კიდე უფრო სხვანაირია ვიდრე ჩვენი აქეთ ამ გურისა და იმერის ნაზავია. ლექსიკონი შეიძლება და ძალიან საინტერესოა. არის სამშობლო დონტის გურული ლექსიკონი. და მე სამშობლოები. ძალიან საინტერესოა. თქვენ დასაწყისში ამბობთ, რომ ამ რომანიდანო ბევრს არაფერს არ უნდა ელოდებოდეთ. მეც რას უნდა ველოდეთ, რომ ადამიანები დაგვაბრუნა ბავშვობაში, გაგვახსენა ომამდელი პერიოდი. მე ომამდელი პერიოდის არ ამბობ, მაგრამ გადმოცემით ვიცი, მომისმენია წარმიკეთია და ბევრი რაღაცა გამახსენდა. ესე იგი, კვლევარი რომანია. შიგადაში ისეთი ლამაზი იუმორი და გაჯერებული, რომ გამეცინა კიდევაც ცრემლი მომადგა და ამეტირა ბევრ რაიმეზე. ერთი სიტყვით საოცარია, რეალური ცხოვრება არის იმ ოჯახის, ვისაც ის ვლადიმე და ის ფლორენცი სადაც ცხოვრობდნენ ისინი და აი გული მწყდება და მე ვერ ვიმეტებ ვლადიმეს, რომ იმაზე ცუდი ვთქვა, იმიტომ რომ თავიდან ისეთი მშრომელი, ისეთი ერთგული მამა იყო და ისეთი მშრომელი საოცარი იყო, მაგრამ დრო მოიტარა იმ კოლმეური კოლექტივს, ვერ მოერგო ვერანაირად და ჩამოართვეს ყველაფერი, ხარები წაართვეს, ფუტკრის წაართვეს, რომელსაც ოჯახს არჩენდა, რა ვიცი, მიწები წაართვეს ბოლოს, რადგან კოლმეურობის წები არ გახდა და ამდენად გაბოროტდა და არ მიყრის, რომ ესეთი რაღაცები გააკეთა ბოლოს ცოტა ოჯახის ფული რო ძალიან აი საოცარი წინი აი ძივივით არის ასხმული ყველაფერი ერთმანეთზე თანმიმდევრობა და მე ძალიან მისიამოვნე და ბოლოსკენ ერთი რაიმე მინდა გავიხსენო აი ქალბატონმა ნათელამ აღნიშნა ნამდვილი იმერელი ქართველი ქალი დედა ფლორენცი რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ოჯახი და შვილები გადაენიჭია მაგრამ ცხოვრება ძალიან დაწყუნა და ძალიან დაწყუნა საფარელის შვილები სხვადასხვა რომელსაც ისეთი იმედი ჰქონდა გამოაცალა ხელი და ცხოვრებაში ახლა ყველაფერი ხდებოდა ბოლოს დაბეჭავებული, დაბერებული, გაჩეჩენებული, როგორ ელოდება მიხაელ გაბრიელი გამომივისო და ყველაზე გულზე მოსახვედრის იყო, რომ უნდა უთხრა რატო დაიწყებია. უმეტესი მადლობა ბატონო ალექსანდრე თქვენ ამ რომანის და მე ისურვებ დიდხანს ბევრი დაწერა და ხალხთა ფორმული ანსამბლი ათინათი მოგესალმებით. მოხდავთ.
საფრების მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ტორონჯაძე. არჩევანს ამ სათაურზე, მაშინ მრავალი აზრის დანახვა შესაძლებელი. ნაწარმოების გმირი ფლორენცი ღირსეული ადამიანია, რომელიც ცდილობს იცხოვროს და გაუმკლავდეს ამ ქვეყნის ჭირვარებს. ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი დიალექტი უფრო მეტ ინტერესს ძენს მას. ვლადიმერ ჩეხევა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი დავახასიათებდი ასე. ფსიქოლოგიიდან და ფილოსოფიიდან ვიცით ნაცრისფერი ფერის ფსიქოლოგია. ის ნიშნავს ადამიანში ორმაგ მხარეს. ასევე შევადარებდი დოსტოევსკის ორეულს, რადგანაც მასში თითქოს გაორებული ორი მხარია. ყველა ადამიანს ჩვენ გვაქვს ორი მხარე. და უნდა ვეცადოთ, რომ ქრისტიანული წესით ვიცხოვროთ და ჩვენი ცხოვრება რაღაც კარგით შევცვალოთ. ამ რომანმა შემატა უფრო მეტი გამოცდილება და არა მარტო გამოცდილება, დამაფიქრა კიდევაც ცხოვრებაზე და დამაფიქრა იმაზე, თუ რა საოცარია ღმერთი, რომ ასეთი საოცარი ადამიანი შექმნა. და ბოლოს მეც ისე დავასრულებ, როგორც ავტორი ასრულებს ნაწარმოებს და მიდის ცხოვრება წინ, მაგრამ საით მიგვაქონებს იგი, ისევე როგორც ფლორენცი, ჩვენც არ ვიცით. დიდი მადლობა გამოგონახართ წარმატებისთვის. აბიტურიენტია? ეხლა ნებამოვეცით სიტყვა გადავცეთ ბატონ ალექსანდრე ლორიას და გადავალთ შემდეგ გორმაგლიდან არის. არა, ეს სიტყვები შემდეგ იქნება, მაგრამ პროგრამას გავუკვეთ. პროგრამას გავუკვეთ. არა, მე დავაკვეთ პროგრამას. არა, ძალიან თქვენ მაგრამ ვერ წამი. თქვენ ძალიან. კი, ძალიან. წლებში მამამ გავუსწა წიგნი დაზგიდან დაზგა, რომელიც არის ავტობიოგრაფიული რომანი. და იმ პერიოდში, და მე მომეწონა სხვადასხვა იმ პერიოდში მე და მამა აღმოჩნდით სოფელში. ხშირად ჩავდიოდით. და ესე გზაზე მიმავალ შეხვდა რამდენიმე ქალი. და ჩვენებიც, ახლებიც, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ხანდაზმული სხვადასხვა და შემოეციან მამა ჩემს დაუწყეს ლაპარაკი, ზოგს უკვე წაკითხული გონია ეს იგი, ზოგს ამბიდან იცოდა რომ ეს და იქ მთელი ესე იგი გვაყოდა გორმაღლის ამბები და თავისი ცხოვრების ამბებია მოწერა. და ერთი ქალი მოწმენილი დგას და მე ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენ ძალიან ახლოს და მეუბნება იცი რაო, ცალკე აღმოჩნდეთ რაღაც სხვა ქალებთან შედარებით, იცი რაო, ახლა მე პირობითად ვამბობ, ანეტა რო ყავს იქო, მამა შენს მოხსენებულიო, მე იმაზე ნაკლები ქალი გერო, არ მიხსენებო, ერთი სიტყვით და სხვადასხვა. მაშინ ვარ 95 წლის ბიჭი და მე ვთხარი, ლორენცი, სამაგეროდ მე დავწერ შენზე წიგნს. არ დაგაწყვეტეთ პირობაო, გაეცინა ეს ირონიულად შემოვხედა და სხვათა შორის საოცარი ირონიული ღიმილი ჰქონდა ამ ხალხს. და საოცარი სილამაზის ქალი იყო. იცით რა, ორიგინალური სილამაზი. არის სილამაზე რაღაც კლასიკური, წვირი ასეთი, ლოყა ასეთი, ყელი ასეთი. და ფილი არ აკონდა მას. მაგრამ აკონდა ის რაც ჭირდება რომ გაიტანო ეს და გიჩვენოს ადამიანს. წარმოადგინოს თავისი თავი ეს არ ქონდა იმდენად არ აქვს აღზრდილი ასეთნაირად სახეობრივით წარმოაჩინოს თავისი თავი. და მე გახარებული ვარ რომ შეუსრულე პირობა ამის შემდგომ დავწერე ეს ლექსია რომანი. სხვათა შორის ლორენციეს სახელი ბევრმა განსაკუთრებით აღმოსავლეთში საქართველოს იუცხოვა რაღაცნაირად რა როგორია ლორენციო რა სახელია ეკეთებოდა. მე არ გამეგონა სხვა ვინმეს თქვენოდა ეს სახელი გარდა იმ ჩემი ლორენცისა არ გამეგონა. და აი ეხლა რამდენად ისტორია ვერ გეტყვი და სულ ვეძებდი თუ ვინმე ასეთი და
ახლა ხომ გავიგებ ნამდვილია თუ ტყუილი ვერ გეტყვით განაგონობით რაღაც ისეთი და ხოლმე რომ ფლორენციის ნაბოლარა კალიშვილი გოგონას რომელიც შემორჩა ცოცხალი ყავსო შვილი რომელსაც ფლორენცი ქვია ძალიან კარგი ისე გამიხარდა ეს და ისე მომეიდა თუ მართლა ეს ამბავი აზარა ახლა არ ვიცი მე არიან თუ არა აქ შთამომავლები ფლორენციის მე სიამოვნებით გადავცემდი things და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ რეალისტურად გამოსულიყო ეს ამ ოჯახს მე კარგად ვიცნობ და აკითხა სწორადაც ითქვა რომ გოგონამ თან აგერ იცით რა არ არის თქვათ ადამიანი ისეთი რაღაც ერთი მხრივ მარტო ანფანსი და არ იყოს ის პროფილი და არ იყოს უკანა ხედი თუ სხვადასხვა ადამიანებს ზოგ კარგი ვარ ზოგ ცუდი ვარ ზოგს იგიც ვარ აგიც ვარ ეს უამისოდ არ არსებობს და აი მაგალითად ლადიმე ძალიან მიყვარდა საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ბევრმა არ მომწონდა მისი ძალიან მიყვარდა და სხვათა შორის ის რაც მე დავწერე ის შესახებ წიგნში თუ დამიჯერებ მე ასე მგონია რომ არა ვარ ავტორი როგორც ავტორი დამოღმილი მის მიერ სულაც არა ვარ რაღაცა დამოღმილი რომ ის ასეთნაირად იქცევა თუ სხვადასხვა მე ძალიან კარგად ვიცი და მესმის რომ ცხოვრება არის ის რაც განკარგავს ადამიანის სულიერ საზღვრებს მე კარგად ვიცნობ მეთაურობას და ჩემი მოღვაწეობა ახლა და შექმნა აწარმოებისა ბევრ ამაზე იყო დამოკიდებული ჩემ კარგად ვიცნობდი აქაურობას კარგად ვიცნობდი ბავშვობაში მე ამ სოფელში სკენი დაიწყეს სწავლა პირველ კლასში იქ შევედი ერთი სემესტრის ვისწავლე და ძალიან ახლოს ვიცნობდი ყველაფერს სხვათა შორის ის შთაბეჭდილებები რაც ბავშვობაში მივიღე მეცადე რომ ჩამედვა არის სრულად სიმართლე რასაც ერთი ოჯახი ავიღე ამ ოჯახზე და რატომ ავიღე ახლა ეს ოჯახი არ შეიძლება და ისეთი ხათრული ტიპი იყო ეს ქალბატონი და მისი ქმარიც ისეთი ხათრული ტიპი იყო მე გამიკვირდა კიდეც რომ მამაჩემ ეს ყოფიდან ყოფში გაუშვა ეს საფედური იმან რო თქვა პრობლემს შესანიშნავი ტიპი გადასარევი რამდენად გამომივიდა ეს რა პრობლემა ნახოს მაგრამ ბევრი რამ შეიძლება აქ არის იცით ხათრული გამონაგონის ბევრია რა თქმა უნდა და ბევრი ანაქრონიზმია რას რა მოსდევს ისე ვერ ვარ რაც მოიტანა სათქმელმა და ვთქვი ის შეიძლება იქეთ იყოს შეიძლება აქეთ იყოს და სხვადასხვა უბრალოდ ავიღოთ ახლა მე მინდოდა რომ მისი ქალიშვილები რომლებიც შემორჩა ერთი სხვაგან ყოფილიყო მეორე სხვაგან ასე ერთად არ ყოფილიყვნენ რაც როგორც ცხოვრებაში ყოფილა თუ ეს ბევრი რამ არ ვიცოდი და ბევრი რამ ჩემის მითი გამოგონებული არის ბევრი რამ რა თქმა უნდა მაგრამ თუ გადავდგა ნაბიჯს გვერდი იქნება უნდები რომ მე თავარი იდეა მაინც ჩავაქსოვე ბოლო ნაწილში ცოტა მოულოდნელი კი ალბათ მაგრამ ჩავაქსოვე რა არის რომელსაც ამდენი უბედურება უნახავს შვილების დაღუპვა ეს ხომ საშინელი ამბავია ხო ქმართან ასეთი ძიმე ურთიერთობა რომელიც ცხოვრებამ შექმნა კიდეც წამოვიძახნე რომ ვიდრე ფულს შეიყვარებდა ეს კაცი და ფულის იმაში ჩაერთვებოდა ძიებაში მანამდე კიდე არაუშავდა კაცი იყო რაღაცა კარგად დაიწყო ყველაფერი მაგრამ მერე იმან უღალატა თავის თავს უღალატა და ამდენად ძალიან ესეთი გზას ახლა მე მინდა
ძალიან დიდი სიხარულით აღნიშნეთ თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლიერებით მინდა აღნიშნეს ამბავი. სხვათა შორის წიგნი, რომელიც მე მინდა ვაჩუქო დაუტოვო ჩვენს ბიბლიოთეკას, არა აქვს მგონია, ეს არის წარსულის ეკო, ჩემი ცხოვრების გზა აღწერილი და ყველა ეს მიზები, რომლებიც მოხსენებული მოთხრობაში თითქმის ბევრი მათგანი აქ აღწერილია, აქ ეს უკვე ნაღდი ამბავია ყველაფერი, თუკი აქ მაშინ ხატრულია მეტი ჭარბობს რაც ხატრული, მაშინ სიმართლეა და ამას ბიბლიოთეკას გადავხსენ სხვა წიგნებთან ერთად. მე დიდ მადლობას მოგახსენებ. ნამდვილად არ ველოდი წიგნები, ძალიან შიშით უყურებდი ამას და განსაკუთრებით ნიშნავდა შთამომავლობის შეფასებისა. არ ვიცი ახლა თქვენ შორის ხარ მე ესეთი შთამომავალი იყოს ამ ოჯახისა, მაგრამ ალბათ გაიგებენ საუკეთესო სურვილების ნაწილი. ეს ქალი დასასრულში ამით მინდა დავასრულო. ასეთ ამდენ უბედურებას ნანახი ბავშვი ეკითხება. ბებიო, ძველი დროჯობდა თუ ახლანდელი? ახლა ფუფუნებაშია. სიძელი ხელის გულზე ატარებს, ქალიშვილები, ნერად ცხოვრობს. არა უშველი ჯობია, ძველი დროჯობდა. რატო? ეს უკვე ნახევრად კითხულმა უნდა აღწეროს. რომ ის არის მისი აბსოლუტურად თავისი ყველაფერი უბედურების სიხარული, მაგრამ ახლა დიდი ბედნიერება, მაგრამ ეს სიხარული არა. ამას ალბათ ყველა წაიკითხავ, თუ ვის შემოუმატებ წიგნებს, რა თქმა უნდა, და მინდა ერთი რამ ვთხოვოთ ჩვენს ბიბლიოთეკას, თუ თქვენ ხალხ გამოყოფილი რომელიმე ერთი კითხველი, მე მინდა მას გადავცე წიგნი და მარიტყოდეთ ერთ. აი ბავშვი, აი ვინც გამოვიდა. როგორ უნდა? არა იქნება. ტორონჯაძე. ტორონჯაძე. ბოლოს წარწერას გაგიგეთებ ჩემთან და მე წარწერას გავხსნით. ნუ შევაჩერებ. იმიტომ რომ თქვენ წინ გელოდებათ შესანიშნავი პოეტის ჩვენი აღმოჩენის ერთი რა რომელზედაც მე ცალკე ვიტყვი ალბათ ჩემს სიტყვაში ალბათ მარიამის შესახებ მე მისი ყველა ლექსი მაგ ერთხელ კი არა ორჯერ წავიტყვი იმიტომ რომ მომიწია სხვათა შორის ცოტა წამოშეება იმაში კონტაქტის საკითხებში და ერთი სიტყვა მინდოდა ჩამესწორებინა იქა და იმაზეც კი თავი შევიგავე და ისეთი ბედნიერი ვარ მე რომ თქვენს მაშინ მე მონაწილეობდა რაღაცა სიტყვას თქვენ შესახებ მე ცალკე ხა მადლობა ალექსანდრე ცოტა გადავიღალეთ ორი, მაგრამ ვიცოდით რომ ორი წიგნის პრეზენტაცია იყო და ამდენად დამოვიწყოთ. ჩვენს წარმოგიდგინეთ პოეტი ქალბატონი მარინა ხუჭურა. ხა, მაქსიმალურად მინდა რომ დღევანდელი საღამო პოლიტიკა არ გავაკაროთ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და დილიდან დაღამებამდე გვესმის რომ საუბარია ხალხთა უფლებებზე და ხალხთა უფლებების დაცვაზე. არავის ვაყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ სანამ თუნდაც ერთი ქალი საზღვარგარეთ წასულია ჩემეული შეფასებაა, თქვენ თავს არ გავხდეთ ამას, საზღვარგარეთთან წასული ძიმე სოციალური, ეკონომიკური პრობლემის გამო ვერ ვაღიარებ იმას, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავს ხალხთა უფლებების დაცვაზე. მე არ მჭირდება არანაირი ორგანიზაციის ის, რომ რა ამბავია ჩემს სამეზობლოში, რა ამბავია ჩემს ურბანში. მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ დაცემას ყოველთვის აღმასვლა მოხდება და დღეზე უკეთესი იქნება ხვალინდელი დღე. ქალბატონი მარინას
შესანიშნავი წიგნი გვიდევს აქ შორეული ახლობელი. ვინც ნახეთ დამერწმუნებით და ვინც არა ალბათ აცი დაინტერესდებით. გმირია ის ქალბატონები, ვინც ეს ნაბიჯი გადადგენ. ხა მაშინ იმ ქალბატონებმა რა ხდნენ? ისინი ხომ გმირები და გმირები არიან, აქიტანენ გასაჭირს. ანუ რა ვთქვა, ქალთა უფლებები მაინც ვერ არის იმ დონეზე, რომ უნდა იყოს. დღეს არათუ დაცული, რატომღაც გონია რომ მამაკაცებმა მეორე ადგილზე გადმოვინაცვლეთ და ქალები არიან ოჯახის მარჩენალი. მე ბოდიში მოვხდი ხა თქვენი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ასია. მადლობა მინდა ქალბატონ მარინას გადაუხადო ლამაზის ტრიქონებისათვის და მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ